მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ზღვარი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის რექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, არქიმანდრიტი ადამ ახალაძე. მოგესალმებით, მამაო და მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. დიდი მადლობა მოწვევისათვის. ჩემთვის დიდი პატივია თქვენი ჩვენთან მობრძანება და ძალიან ბევრია ის თემა, რაზეც მინდა თქვენთან საუბარი. თქვენ ერთის მხრივ ექიმი ბრძანდებით, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მეორეს მხრივ პოეტიც, მესამეს მხრივ, რა ვიცი, საზოგადო მოღვაწე, ძალიან ბევრ ბიოეთიკაში რამხელა ღვაწლი გაქვთ. ბიოეთიკის საზოგადოების შექმნაში საქართველოში და აქედან გამომდინარე თითოეულ ამ თემაზე საუბარი იქნებოდა საინტერესო, მაგრამ ამას წინათ მე თქვენ ქადაგებას მოусმინე ტაძარში და გამიჩნდა ესეთი სურვილი და აზრი, რომ გვესაუბრა სახელებზე, სახელდების პრობლემაზე. ზოგადად ფსიქოლოგიაში ცნობილია და ისედაც ადამიანებმა ვიცით, დიაგნოსტირება თუ არ მოხდა რამის და სახელდება თუ არ მოხდა, ძალიან ძნელია მასთან ურთიერთობა. როგორ უნდა უშველო იმას, რასაც არ იცი რა ქვია, რა არის ეს, ხო? ისედაც ერთმანეთის იდენტიფიცირებას, გამოდიფერენცირება ამ ფენომენოლოგიურ ველში რაღაცით იწყება, ხო? პირველ რიგში სახელით, რომ ვთქვათ, როდესაც ადამიანი იბადება, არქმევენ სახელს და სხვათა შორის აი ბერნის და ბევრი სხვა ავტორების მიხედვით, ვინც სცენარების თეორიას განიხილავენ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა სცენარს ჩატვირთავ იმთავითვე იმ ახალდაბადებულ ადამიანში. უფრო მეტიც არ დღეს უკვე არის ესეთი თეორიები, რომ ერთი წლით ადრე რაც ხდება დედის და მამის ცხოვრებაში, მოთხოვნილებები, სურვილები და ვთქვათ დაუკმაყოფილებელი, დაუმთავრებელი ამბები, ეს ყველაფერი იტვირთება და შემდგომში პროგრამულ უზრუნველყოფას ეწევა პირველი 3 წლის განმავლობაში და ეს იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ხშირად შეიძლება ადამიანი ვერ ცხდებოდეს, რომ თითქოს თავის ცხოვრებასაც არ გადის, თითქოს რაღაც აი ორი სახელი რო ქვიათ, სამი სახელი რო ქვიათ, ან რაღაცა მეტსახელი. ამას ყველაფერს აქვს თავისი ძალიან დიდი დატვირთვა. ალბათ იმიტომ, რომ თვითონ მაცხოვრის სახელია სიტყვა, ღმერთის ვეძახით პირველად იყო სიტყვა. და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია ძველ აღთქმაში და ადრეული ქრისტიანები მერვე დღეს არქმევდნენ ხოლმე ახალდაბადებულ ბავშვს სახელს. მოდით ვისაუბროთ სახელდებაზე და სახელების ისტორიაზე. კი ბატონო, თემა მართლა ძალიან მრავალგანზომილებიანი არის და ალბათ რაც უნდა ვისაუბროთ მთელი ამ საათის განმავლობაში, თქვენ კარგად შემოსაზღვრეთ და თითქმის ყველა მიმართულება განსაზღვრეთ, რაზეც მოვასწრებთ საუბარს. ეს უკვე ძალიან თემა არის. დიახ, სახელი ადამიანს ერქმევა სახელი. სახელი სიტყვა. ამიტომაც აი ვიდრე კონკრეტულად ადამიანის სახელზე გადავიდოდეთ ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა მე სიტყვის მნიშვნელობაზე. რა თქმა უნდა სხვადასხვა ეპოქაში და სხვადასხვა სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფორმაციაში, ან პირობებში, ან რევოლუციების დროს თუ სხვა სიტყვის მნიშვნელობა სრიცვლებოდა. აი ამ ბოლო დროს ვამჩნევ ადამიანებთან ურთიერთობაში უნარის დაქვეითებას, აღიქვას შენ მიერ ნათქვამი სიტყვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ნეგატიური, მაგრამ მნიშვნელოვანი მოვლენა. რაზეა ეს დამოკიდებული? ადამიანი დაშორდა ღმერთს. ადამიანი დაშორდა ტრადიციულ ღირებულებებს. და რა არის ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი ადამიანის ონტოლოგიური არსია. როცა ჩვენ ამას ვშორდებით, ცხადია ყველაზე უფრო დიდი ნიჭი რაც ადამიანს მიეცა სიტყვის შექმნის, წარმოთქმისა და გაგების უნარი. ეს უნარი ასე შემთხვევაში ცხადია დაქვეითდება. ეს ჩემი აზრით სერიოზული პრობლემა არის და როგორც ამბობდნენ ფილოსოფოსები, ეს
სოციალური და ფსიქოლოგიური ტოქსინები იწვევენ ამას და ამას დიახაც ანალიზი ჭირდება და დიაგნოზის დასმა ჭირდება რა არის რა განაპირობებს ამას უფრო კონკრეტულად ვიდრე ამის საშუალება ეხლა ჩვენ გვაქვს ყველაფერი იწყება კაცობრიობის ისტორიის სათავიდან როდესაც ღმერთმა შექმნა ადამი აი ამას უნდა მივუბრუნდეთ ყოველთვის. ყველაზე დიდ ჭეშმარიტებას და სულ ამაზე უნდა ვილოცო და ვიფიქრო და რა იყო, როგორ იყო, რა გვარად მოხდა. ის რა თქმა უნდა ამის ჭურათა ისედაც ძალიან ძნელია და ჩვენ როდესაც ცხონებაზე და მარადისობაზე ვლაპარაკობთ, მარადილ ცხოვრებაზე ღმერთთან ჩვენ უფალთან ყოფნის სიხარულის გარდა იქ იმედი გვაქვს რომ იმ კითხვებზე მივიღებთ პასუხს რომელიც ახლა არ ვიცით რა გვარი იყო ეს აი რა გვარად მიცა ღმერთმა ადამიანს უნარი რომ სახელები დაერქმია ყველა სულდგმულისათვის სცენარეებისათვის ცხოველებისათვის და მოვლენებისათვის აი რა იყო ეს რაც შეიძლება შეადარო როგორ არქმევს იმიტომ რომ მანამდე არ არსებობს ადამიანის ენა არ არსებობს ენა ადამიანმა უწოდოს წყალი რადგან უბრალოდ ადამიანი არ იყო აი ახლა უკვე ადამიანს ეს უნარი აქვს მიცემული იმიტომ რომ იგი შექმნილია ხატებად და მსგავსებად უფლის არა ძალიან ბევრ მომენტს მოიცავს ეს ძალკე თემა არის და აი წერია ტექსტში რომ უფალი უყურებდაო ანუ ყურადღებას რას დაარქმევდა, როგორ აღიქვამდა იგი მოვლენას, რამდენად სახელის დაარქმევა იყო მის შინაარსთან და ღვთაებრივ განგებულებასთან, როგორც ღვთაებრივ განგებულებასთან შექმნა წყალი, აი ისეთ სახელს თუ დაარქმევდა, რასთან უნდა შედარებულიყო ეს? ეს არის ისეთი მისტიკა, ეს არის ისეთი სიღრმე, რომელსაც წვდებოდნენ მხოლოდ წმიდანები, რომლებიც ამაზე ფიქრობდნენ, ეს აინტერესებდათ. აი ადამიანის მდგომარეობაზე ღირს სერაფიმე საროველს აქვს არაჩვეულებრივი მსჯელობანი, იმიტომ რომ იგი ამაღლებული იყო ძალიან ბევრ საკითხზე და გარდა ჩვეულებრივი ქრისტიანული ცხოვრების საკითხებისა ფიქრობდა სწორედ ამაზე. ღმერთის მიერ ადამიანის შექმნასა და მის მისიის განხორციელებას იმაზე თუ ვინ და რა არის ადამიანი და მე ერთხელ ახლა არ მომიფიქრები ეს ერთხელ ვთქვი აი რა გვარად შეიძლება აი რა არის ის პოტენცია რომელიც ჩადებულია ადამიანში რომ იგი მოვლენას არქმევს სახელს ფენომენს ნოუმენს და ძალიან ისეთი შორეული, მაგრამ მაინც მაგალითია. აი როგორც ვიდრემდის არ დაწერა რომელიმე დიდმა კომპოზიტორმა თავისი ძალიან ცნობილი ნაწარმოები. არ ვიცი ეს ბახის მესა არის, მოცარტის პატარა სერენადა თუ რა, სადღაც ეს არსებობდა. და ამ მისმა სულმა ეს მუსიკა შექმნა. ამაზე კიდევ უფრო ხრმა მნიშვნელობისა სიტყვის შექმნა. რაც შეეხება იგივე სამოთხის ბინადართა სახელებს, ჩვენ არ ვიცით სახელი ადამი როგორ მოვიდა. ამაზე ზუსტად არ წერია, აი უფალმასე განსაზღვრა და მოსემ თავის ხუთწიგნეულში, კერძო დაბადებისში, შესაქმეში დაწერა რომ შექმნა კაცი და მე ჩნდება სახელი ადამი. ყოველ შემთხვევაში ეს სახელი ღმერთის მიერ დარქმეულად შეიძლება მივიჩნიოთ ჩვენ. ხოლო პირველი სახელი, რომელიც ადამიანმა ადამიანს უწოდა, ეს არის სახელი ევა. რადგან ადამა უწოდა მას ევა, რაც ნიშნავს ცხოვრების მომცემელს. დაინახეთ ცხოვრების მომცემელი და რა პატარა სახელია ევა და დაახლოებით ამდენივე ბგერა დასაწყისში ჰაე დაემატება ოღონდაც შესაბამისი ტრანსკრიფციით და ნიშნავს ცხოვრების დედას, ცხოვრების მომცემელ, ცხოვრების საწყის. სახელი ადამი ორი
სიტყვასთან არის კავშირში ცალკე წერენ ასე რომ იგი არის წითელი და ამავე დროს მისი ფუძე ახლოსაა სიტყვა მიწასთან. ნუ ამ ინტერპრეტაციით ზოგიერთი აღმოსავლეთ ადამიანი წითელ მიწას ნიშნავს. არა. ასე ზუსტად არსად არ წერია. აი ნახეთ, უკვე გვაქვს სახელი. ხლა რატომ მოვყევი ეს ადამიანსა და ევას ეს არაჩვეულებრივი და ყველაზე უფრო ღრმა, ყველაზე უფრო მიუწვდომელი და ღმერთთან მსახურებელი ამბავი. იმიტომ რომ როგორც წესი მეცნიერებაში ის რაც ვინც სწავლობს სახელებს, ხო, მთელი მეცნიერება ამის თაობაზე, რომელიც ონომასტიკას ან ონომატოლოგიას გამოეყო სახელების შესახებ მოძღვრებას და ცალკე არის ადამიანის სახელის ანთროპონიმიკა და აი ისინი წერენ რომ აი არ ვიცით საიდან დაიწყო და ვინ ვის დაარქვა, იწყება ხოლმე მითოსური აზროვნება. აი ამას წყვეტენ და აი მაგალითად ზოგიერთი ამბობს რომ აი პირველად მესამე საუკუნეში ამ адам ფილოსოფოსმა ჩვენ წარწერამდე დაწერა ამის თაობაზე. მე მინდა ვთქვა რომ ამგვარი მიდგომით ერთ-ერთი საკითხი ვერ გადაწყდება, რადგან მეცნიერებაში იმისათვის რომ ჩვენ ჭეშმარიტებას მივახცევთ და მეტი სხვა მეცნიერების მიზანი არც არაფერია სამყარო სურათის შექმნა და ჭეშმარიტებასთან მიახლოება. წარმოუდგენელია მხოლოდ ერთი თვალთახედვით უყურო მოვლენას ერთ განზომილებაში და არ იყოს ეს მთელი აზროვნება მრავალ მიმართულებით, ცოდნის ყველა მიმართულებით, რასაც ჩვენ ტრანსდისციპლინურ აზროვნებას ვუწოდებთ. სამწუხაროდ ეს მეცნიერება სახელების შესახებ ისე მონოდისციპლინური რჩება, რის გამოც სახელების მისტიკას არავინ აღარ ეძებს, არც მათ ფსიქოლოგიურ მნიშვნელობას, არც სოციალურს ძალიან ბევრი განზომილება და დღეს ჩვენ ის უნარი მაინც შემოვხსნა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან განსხვავდებით ამ პირველ ღვთაებრივი ადამიანებისაგან, ყოველი სახელის ჟღერადობა რაღაცას იწვევს ჩვენში, ხო? არის სახელები, რომლებიც უფრო მოსაფერებელია, უფრო თითქოს და მეტი სიმშვენიერე სილაღე დაკრავს და ასე შემდეგ. მაშა სადამე სიტყვაში და სახელში ნამდვილადაა ჩადებული ის მაღალი და დიდი შინაარსი, რომელზედაც ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ. ამიტომაც უნდა ვთქვათ, დიახ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რა სახელი ქვია ადამიანს. ამიტომაც ქრისტიანულმა ეკლესიამ ეს გამოაცხადა ტრადიცია წესად დაარქვა სახელი და იმის მიხედვით ადამიანი როდის იბადება სასურველია ძირითადი ტრადიცია მაინც ესეთი არის თუ რაიმე სხვა ფაქტორი არა ცხადია რომ დაერქვას იმ წმინდანის სახელი რომელიც უახლოეს დღეებში მოიხსენიება რომ ამ წმინდანის ფარველობის ქვეშ მოეცეს რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონია ადამიანი როდის იბადება სად იბადება და რომელი წმინდანის ფარველობის ქვეშ დაიწყებს იგი ცხოვრებას ასე რომ რაც არ უნდა ადამიანები ხშირად მოტივაციას იღებდნენ, ხომ? ვთქვათ, პოლიტიკურ მოტივაციას, როდესაც რევოლუციების ეს არის ხო მარტო გასული საუკუნის დამანგრეველი რევოლუციის შემდგომი პერიოდი. სხვა დროსაც ყოფილა ასეთი ადამიანებს, სახელებს აძლევდნენ ისე, რომ თავი დაეცვა რეპრესიისაგან და მე ვიცი ოჯახები, სადაც საქართველოში ადამიანებს უცვლიდნენ, ბავშვებს უცვლიდნენ სახელებს და ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეებისა და მათი ოჯახის წევრების სახელებს არ ხვდები. თუმცა ისინი მანამდე მონათლულები იყო და სხვა სახელი ერქვათ, იცვლებოდა მთელი დაბადების მოწმობები, მაგრამ აი ეს შემგუებლობა რომელიც აი ამ სახელის ცვლილებაში იყო ჩადებული გააჩნია ვინ კიდე რა საკეთებდა ეს ყველაფერი ან კომპრომისზე წასვლა შეიძლება არ არის ეს კონფორმიზმი შეიძლება არის რა თქმა უნდა მე მთელი ცხოვრება ადამიანს თან გაყვება და განსაზღვრავს აი
თქვა რა თქვით ხომ სახელს ის მნიშვნელობაზე განსაზღვრავს სხვაგვარად ვერ იქნება იმიტომ რომ თურმე სახელდებაში ამდენი რამ არის ჩადებული ან როდესაც ოჯახში ერთი ამბავი ატყდება იმის გამო რომელი ბაბუის სახელი დაარქვა შვილს მე ვფიქრობ მარანერი კამათი ამაზე არ შეიძლება იმიტომ რომ მაშინ იკარგება სიყვარული, იკარგება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რომ აი იმ სახელმა სიხარული მოგვაროს. მინდა ვთქვა, რომ თუ კი მე გავიმარჯვე და მიხარია, რომ აი ჩემს შვილიშვილს მუდმივად ჩემს სახელს ეძახიან. გვახსოვდეს, რომ შვილიშვილზე გავლენას მოახდენს ის უარყოფითიც გრძნობები, განცდები, განწყობანი, რომელიც იმ ადამიანებს აქვთ, თუმცა ახლობლებს და მოყურებს და მოყვას ეს, მაგრამ ამ სახელის მიმართ ჩვენ ბავშვის ბედნიერებაზე უნდა ვიფიქროთ უფრო მეტად და ეხლა მით უმეტეს, როდესაც არის ესეთი კომპრომისი მოვიფიქრე, რომ მადლობა ღმერთს, რომ ეხლა უკვე მარტო ბებიებსა და ბაბუების სიმრავლე კი არა, ეს უკვე დიდი ბებიები და დიდი ბაბუები, აი ჩემი თანატოლები დიდი ბებიები და დიდი ბაბუები არიან და ასე რომ მან შეიძლება გადაინაცვლოს უკვე მეოთხე თაობაში სახლის დარქმევა მისმა გამეორებამ და ეს არ გახდეს ხოლმე ესეთი ის გამომივიდა ეხლა რჩება ჩვენი ძვირფასი თანამემამულეებისათვის, რადგან ადრე იყო ესეთი ტრადიცია, რომ ზოგჯერ მეფეთა დინასტიაში ეს მეორდებოდა, ოჯახებში ბაბუის სახელი შვილიშვილს ერქმეოდა, შვილიშვილი არქმევდა შემდგომ მამის, ანუ თავისი შვილის ბაბუის სახელს და ასე მეორდებოდა, რაც გარკვეული ტრადიცია იყო, თუმცა არ აუცილებელი. ეს სახარებაშიც არის, როდესაც იონა ღვთისმსწევლის სახელს განაცხადებს მომავალ სახელს. წინასწარ ზაქარია მამა იონა ღვთისმსწევლისა გაკვირდნენ ყოველდღიურად, რადგან მას ნათესაობაში ამ სახელის მქონე არავინ ყავდათო. ანუ ეს გარკვეული ტრადიცია არსებობდა, გამეორებული იყო. ხომ ღვთისმშობლის დედას ერქვა ანა, ხოლო ბებიას მარიამი და ბებიის დიდედის სახელი დაარქვეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს. თემა მრავალფეროვანია და შევჩერდები დაველოდები სხვა შეკითხვებს. სანამ აი ზოგადად სახელებზე და მათ მართლაც ძალიან დიდ მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ, თუმცა ზოგჯერ ეს ძალიან არასერიოზულად უდგებიან ამას მშობლებიც და ზოგადად თვითონ ადამიანებიც. აი თქვენი ერისკაცობის სახელი არის ვახტანგი. თქვენ რა სიტყვით თქვენ სახელზე? რა დატვირთავა აქვს მას თქვენთვის და შემდგომში გახდით ადამი. ძალიან სიმბოლურია ეს ორი სახელი. არ ვიცი კიდე შუალედში თუ იყო რამე და ძალიან საინტერესო თქვენი რო თქვათ. ვფიქრობ, რომ ზუსტად დაინახეთ როგორც ყოველთვის ეს პრობლემა და დავიწყებ იქიდან როგორ დამერქვა სახელი ვახტანგი. ძალიან საინტერესო. საინტერესო იყო, როდესაც დედას მუცელი ასტკივდა ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო და ბებოჩემი მეზობელთან გაიქცა და უთხრა რომ ეწყება მშობიარობა და მანქანა წაეყვანა სამშობიარო სახლში დედა და ბოსტანში მუშაობდაო ეს ჩვენი მეზობელი ძვირფასი ადამიანი და აი ესევე სასწრაფოდ მოახერეს და წავიდნენ და ისინი სამშობიაროში არიან, ახლა მამაჩემ სამსახურიდან როცა მოვიდა მეუღლე ვალიკო ბიძიასი ქალბატონი ნათელა მოსულა და უთქვამს, ისეთ გამორჩეული ქალბატონი იყო, მე კიდე უფრო დამრჩეს და უთქვამს, რომ თუ არ გეწყინება ერთ რჩევას მოგცემო. ეს ისეთი ბავშვი დაიბადება, რომ მას გამორჩეული სახელი უნდა კონდესო და დარქვი ვახტანგი და ნახავ მერე ნათელა დეიდას ეტყვი შენ რომ კარგია სახელი რომ დავარქვიო და შემდგომში ამ ადამიანთან ძალიან საინტერესო ურთიერთობები ჰქონდა და
სულ მთელი ცხოვრება აკვირდებოდა ჩემს ის ხორციელად ნაცავი არ იყო, მაგრამ არსებობენ ასეთი ადამიანები, რომლებიც სრუნავენ, ისეთ მათთვის სიხარულია, მარტო თავისი შვილების არა, ყველა შვილია და ყველაზე მზრუნველობა და როგორც მისმა შვილიშვილმა მიამბო ერთ-ერთ შეხვედრას დროს ყველაფერი ვიცი შენ შესახებო, იმიტომ რომ სულ გაუთავებლად საუბრობდა რაღაც სიყვარულის გამოვლენა, რითი თქვა მე და ჩემს თავზე იმდენს არ მაბობ რომ თურმე სახელის დარღვევით რამხელა სიყვარული შეიძლება აჩუქო ადამიანს და აი მე ვფიქრობ რომ ეს ჩემს ლოცვებშიც მუდმივად არის და ეს სიყვარული თანმდევს მე ამ სახელს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მომწონდა კიდეც ეს სახელი როგორც იტყვიან ვამაყობდი კიდეც ამისას უდიდესი ქართველი მეფის სახელი ჩვენ ვიცით რომ პირველი სწორედ ვახტანგ გორგასალი იყო ვისაც ეს სახელი ერქვა რადგან სახელი რთული წარმოშობისაა და სრული სახელი რომელიც დედამ მისცა მას იყო ვარან ხოსრო ტანგ და იმ შემოკლებით დაერქვა და ასე წარმოშობა არაჩვეულებრივი ქართული სახელი ვახტანგი რომელიც მე სულ ამბობდი ხოლმე რომ საქართველოში ისეთ მნიშვნელოვანი სახელი ვახტანგების კლუბი უნდა გავაკეთოთ თქო თუკი ეს ისე ისტორიისა და ამ ტრადიციების შესწავლასთან ერთებოდა დაკავშირებული. ამბობს რომ ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილს ქრისტიანი საოცარი. ხო, აი, ისეთ ვახტანგ გორგასალმა როგორი უნდა იყოს მეფე განსაზღვრა სრულიად. როგორი უნდა იყოს ღმერთის და ერის მსახური, აქ განურჩევლობა იყო და მე როცა ჩვენ ვლაპარაკობთ დავით აღმაშენებელზე, თამარ მეფეს ის კი ყველა დიდი მეფე, ესეთი როგორც ახლა იტყვიან სტანდარტი უკვე ვახტანგ გორგასალმა მოგვცა და რაც კი ქართულ ენაზე იყო ვახტანგ გორგასალზე წიგნები, წყაროები მეშვიდე კლასში როცა გავდიოდით ისტორიის შესაბამის თავებს ქონდა კიდე ფაკულტატური მეცადინეობები კი აღარ მახსოვს რა ერქვა მაშინ კლასგარეშე თუ რა და ჩვენ ისტორიის მასწავლებელი ქალბატონი თინა ქვარიანი უამრავ ფაქტებს გვიყვებოდა, გვაკითხებდა და გვაწერინებდა და აი მახსოვს აი რაღაც იმდენად განცდა ამის მაშინ კი არ მქონდა რომ ეს აი ჩემი ფარველია ჯერ არ მქონდა ამის განცდა მაგრამ ღმერთი გიმზადებს თურმე ყველაფერს ოღონდ ოდესმე მე რაღაც მადლობა უნდა გამოხატო ამისათვის მე არაფერს ვაკეთებდი ღმერთი კი ზრუნავდა და მასწავლიდა როგორი უნდა იყო ვინ არის შენი ფარველი წმიდანი ეხლა დიახშუალედურებს გამოვტოვებ თუმცა ესეც საინტერესოა და ვიტყვი საერთოდ სახელის შეცვლის თაობაზე ეკლესიაში ხო ეს რა ტრადიციაა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ ეს არ არის მარტო ვის რა მოწონს სახელი და უბრალოდ ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ეს არც შემთხვევაში აქ არაფერი გარდასულიერების განსაზღვრელი არ უნდა იყოს მაგრამ იგი მეორებს ზუსტად იმას რაც ძველმა ხალხებმა უკეთესად იცოდა რომ სახელს მნიშვნელობა ხშირად სახელს ადამიანს უცვლიდნენ იმიტომ რომ შეცვლილი იყო მისი ცხოვრების გზა აი რასაც ხანდახან ბედის წერას უწოდებენ ხო რომელიც რაიმე ფატალური რამ კი არ არის ეს არის ცხოვრების გზა იმედია ქრისტიანები ამას ასე აღიქვამენ და ამის გამო სახელს უცვლიდნენ შემდგომ ეკლესიაში დამკვიდრდა აღკვეცის შემდგომ სახელის ცვლილება და მე მინდა ვთქვა რომ აი ეს სახელის მიცემის რამდენიმე წესი არსებობს ხო ეს არის აღკვეცის დროს მოსული გამოცდილი სასულიერო პირების რა თქმა უნდა საბერმონაზონო ვთქვათ იქ ეპისკოპოსი იქნება, იღუმენია იქნება, არქიმანდრიტი იქნება, ბერის ქემოსანი და ასე შემდეგ და 5-6 ადამიანი თავის სახელს დებს ხოლმე. იცით, იცნობენ არა მას საბერო და სამრაზო ცხოვრებამდე და როგორც ხედავენ მას, აი რა სახელი და მე ლოცვების მერე ამოიღებენ ერთ და არქმევენ პირდაპირ იმ სახელს.
იმიტომ რომ წინასწარ სახელის მოფხრება არათა შემთხვევაში არ შეიძლება. არის სახელი, რომელიც ადამიანით ცილის ყრა ხდება სახელი ეს. ეს ერთი ვერსია. მეორე ვერსია არის ისე, როგორც სახელი ეწოდა ჩვენს კათოლიკოს პატრიარქს, რომელიც ბერად აღკვეცა მიტროპოლიტმა ზინოვი მაჟუგა. იგი ყვებოდა მერე რომ როდესაც მას სახელი უნდა ერქვა, ეს სახელი მის გონებაში და სულ სიდაგულში გაჟღერდა. თითქმის სახელი გაჟღერდა. ნუ ამბობენ რომ უნდა დაარქვა, ასე ღმერთი არ ამბობს. სახელი გაჟღერდა და ეწოდა ილია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ ეს სახელი წოდებოდა, მისი მნიშვნელობა იმედია ძალიან ბევრმა იცის. არის ასეთი შემთხვევები, მეც ვიტყვი, რომ ხშირად ადამიანები ამბობენ რომ აიმე რომ გავხვდები ბერიან მონაზონი მე მინდა მერქვეს ესა და ეს არაფერ შემთხვევაში არ შეიძლება ამის უკან დგას აბსოლუტური უცოდინრობა საბერო და სამროზე ცხოვრების არსისა აი ეს ხელახალი დაბადება და ახალი სახელის მონიჭება რა არის დიახ ხელახალი დაბადება ამ დროს შენ თლიანად ღვერთის ნებას ეძლევდა თუ შენ უკვე გაქვს პრეტენზია რა იმაზე რომ სახელი ეს უნდა გეწოდოს მე მოგინდება საკუთარი ტიპიკური შეცდომა აი ეს ძალიან მაღალი და მშვენიერი მორჩილება რომელიც უნდა კონდეს აი ამაში არის და ხარ ნიშნავს მამა უარის თქმას ძველ ცხოვრებაზე აი თითქოს ნაწილობრივ მაინც იმიტომ რომ ისიც როგორ არის აი ჩვენ ხომ მთელი ეკლესიური ცხოვრებაში სულ ვამბობთ ძველი ადამიანი ახალი ადამიანი და ასე შემდეგ ხომ ადამიანი მთლიანად როგორ შეიძლება დაიბადება ხელახლა ხო სულიერ განახლებაზეა ლაპარაკი მაგრამ ადამიანს რჩება ძალიან ბევრი თავისი თვისება მიდრეგილება ყველაფერი რჩება ადამიანს მაგრამ ვინაიდან იგი შეუდგა ხალხს ღმერთის უდიდესი მოწყალებაა რომ ვთქვათ მანამდელი ბევრი ურწმუნო ცხოვრებასთან დაკავშირებული რამ შეგინდოს გაპატიოს ამას ეს დაწვირთვაც აქვს მაგრამ იცით ზოგჯერ ამბობენ რომ ის სულ უნდა დაივიწყოს ყველაფერი და ალბათ მამები მეტად უნდა იკითხონ და ნახონ მანდა მაინც ის მაგალითები მოაწყობენ რომელიც მათის გულზე მეტნაკლებად წვეთებს ასხამს წყალს ვერ ვიტყოდი იმიტომ რომ ადამიანი ხომ თქვათ შეუდგა სამონასტრო ცხოვრების გზას ყველა თვისება რაც მას ჰქონდა განა ეხლა ისევ ღმერთს არ უნდა მოახმაროს თუ ექი მიიღო უნდა უმკურნალოს თუ კარგი ოსტატი იყო მონასტერში ყველას უნდა ემარხოს რა თქმა უნდა მორჩილებით რა თქმა უნდა კურთხევით მაგრამ დამოკიდებულება იმისა რომ ფიქრობენ რომ თუ ადამიანი მხატვარი იყო როგორმე ხატწერას მოვაცილოთ ეხლა რომ ის ძველი არ გაახსენდეს არა თქვენ ჩემზე უკეთესად იცით ეს ისეთი ღრმა შრეები ადამიანის ფსიქიკურ სამყაროში რომელიც არც უნდა შეიცვალოს განა პიროვნება მთლიანად შეიცვლება მაგრამ ის საუკეთესო უნდა გამოიყენო აი როდესაც სავლე პავლეთ გარდაიქმნა რა იყო ის რისი იმედიც ჰქონდა უფალს რომ ეს გაუმართლებდა მას პავლეს საოცარი ერთგულების უნარი ის თავისი სახელმწიფოს ერთგული იყო მაგრამ როცა დაინახა რომ ურდიგი ვერ ხედავდა ამ სინათლეს რომელიც შეგვედა ქრისტიანობის სახით ღმერთი მაშინ ვერ დაეხმარა ანუ გულწრფელი ადამიანი ყოველთვის დადგება სწორ გზას ვის გულით ნამდვილად გულწრფელად ემსახურება იგივე ზოგჯერ შეიძლება მართლაც არ ვიცოდეთ რას ვაკეთებთ და ამაზე წარმოდგენა არ ქონდეს მაგრამ გულწრფელად და მთელი გულით როდესაც არის მართლაც
გულს უფალი ხედავს, გულს ჩვენ ვერ ხედავთ ამდენად. საკუთარსაც კი ვერ საკუთარსაც კი. და აი მამაო, ნახეთ რა ძალიან ხშირად, როდესაც არქმევენ ბაბუის სახელს, ახლა მე არ მინდა რომ კატეგორიული ვიყო და არც არის კატეგორიულობა ჩვენი საუბარი. უბრალოდ თითქოს რაღაც პროგრამა იტვირთება მართლაც და შეიძლება ბაბუას გავდეს, ხო? ვისაც არ არის გასაკვირი ბაბუას რო გავდეს, შვილი გენეტიკურად თან პროცესი მუდმივი განახლება, აი ის პატარა ადამიანი ჩვენ როდესაც მუცელში ვიყავით, იქიდან არც ერთი უჯრედი აღარ გვაქვს ჩვენ. ის სულ განახლება და განახლება. ანუ ყველაზე მთავარი დარჩა. სულია იქ. და რაც შივით იყო ჩადებული. ხა ის პროგრამა, ის სული ის გენეტიკა და ხატება და მსგავსება, თელი უკვე. და აი თქვათ იყო ხოლმე ესეთი მომისმენია რომ აი რა ცხოვრებითაც იცხოვრა ხშირ შემთხვევაში ხო თითქოს რაღაცით იმის ჩატვირთვა ეწევა. ეხლა მე შორს ვარ იმ აზრის გარო ადამიანი დეტერმინირებულია იმდენად რომ ადამიანია თავისუფალი და მას შეუძლია ახალი სცენარი, ახალი ადამიანი შუა სწორედ ახალი ცხოვრება და დნმ-ის დონეზე, გენეტიკის დონეზეც კი შეცვალოს გენეტიკური ინფორმაცია. ანუ აზროვნება და ცხოვრების წესმა შეიძლება ადამიანში ფენოტიპურად შეიცვალოს. ფენოტიპურად და შემდგომში აი თუნდაც ის რომ რაღაცა სიმსივნეების ან რაღაც დაავადებების ჩაჭრა მოხდეს, ხდება ხშირად ეს არის სტრატეგია ჭყალებში, დაავადება არის სტრატეგია გაქცევის და დაავადება არის ფსიქოსომატური კუთხით. ეს არის ადამიანის მორგება სამყაროში და შეიძლება ესეც შეცვალოს ადამიანმა, ანუ როდესაც ის ამას აკეთებს, თქვათ, ცვლილებებს გააზრებულად, გაცნობიერებით და აქედან გამომდინარე, უნდა რამდენად მნიშვნელოვანია ვის სახელსაც ვარქმევთ, რომ იმის ცხოვრება რაღაცნაირად ვიცოდეთ. თავარი არის გავიგოთ, რომ თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ, ქრისტიანულად უნდა ვიცხოვროთ. რა არის ქრისტიანული წესი? რა თქმა უნდა, არსებობს პატივისცემა, რომლის გამოც გარკვეული სახელებისადმი გვაქვს ჩვენ ესეთი ზედმეტად გაცხობილი და უკიდე არ ვიცი რა თქვა ეს არის ასეთი სახელები, ხო? ჩემთვის მაგალითად სახელი მიქაელი ასეთი არის. მამა ჩემი სახელი და ჩემი შვილის სახელი და როცა გავიგონებ, ხო, აღნიშნავ ამას. ამით მე ღმერთს მადლობას ვეუბნები. აი ამ საოცარი სახელისათვის, რომელიც ჩემთან არის დაკავშირებული და მე სწორედ მათ ვევედრები ხოლმე რომ ჩემთან ერთად ჩემი ლოცვა მეკამთავარი ლოცვით მათ აიტანონ ზემოთ ისინი მომეხმარონ მე ამას მნიშვნელობა აქვს კი ბატონო და როდესაც ანუ პირველ რიგში უნდა ვთქვათ რომ ჩვენ ამ შემთხვევაში ეციურ ძალთან წმინდანის სახელს ვარქვევთ პირველ რიგში ეს კონკრეტული შემთხვევა კი არ უნდა იყოს ეს ზოგადი წესი უნდა იყოს არავის არ აქვს ხოლმე შეკითხვა როდესაც არქმევენ უპირატესად და უმეტესად ბავშვ გიორგის რო არქმევენ ეს არის ქართველთა რაღაც არამქვეყნიური სიყვარულის გამოხატულება წმინდა გიორგისადმი ამას ძალიან ბევრი გამოვლინება აქვს შესაძლებელია ზოგჯერ ბოლომდე არა აკადემიას გაცნობიერებული მაგრამ აი ამის თანასიყვარული მე ვერ მომიძიებია არც სხვა წმინდანის მართაც კი შეიძლება ითქვას ეს რაღაც ისეთი არის ისეთი ერთდროულად დიახ ის როგორც ჩვენი სისხლის ნათესავი და ჩვენი ფარველი და შესაძლებელია ამავე დროს ბაბუის სახელიც იყოს ეს ან სხვა მე ვიცი ოჯახები სადაც 3-4 გიორგია ერთად მამაც ბაბუაც დამაც მამაც ყველა გიორგი დარქვა საკუთარ გამორჩეული დამოკიდებულება და აქ ჩვენ კითხვა არ გვიჩნდება ხოლმე უპირატესად ეს წმინდა გიორგობა სხვაგვარად აღიარებული მაგრამ სხვა სახელებზეც ასე უნდა ვქრეს ესაც ვარქვევთ იოსებს ბესარიონს და ასე შემდეგ ხო რომ ეს სახელები ხო რაღაც ბაბუაზე გავაკეთეთ აქცენტი და შეიძლება დიდე და ბებიები გავაბრაზოთ არავითარ შემთხვევაში პირიქით და იცით იმ დროსაც რაღაც ვიფიქროთ უნდა უპირველეს ყოვლისა იმაზე რომ
ბავშვი რომელიც დაება დამწირდა ეს ფარველობის ქვეშ მოვაქციოთ იცით აი ეს კიდე გავიმეორებ გამარჯვება საკუთარი ეგოიზმისა შვილთა შვილის ცხოვრების განსხვავებაში დამაბრკოლებელი არ უნდა გახდეს ხომ მით უმეტეს ხშირად არის ხოლმე ისეთი სახელები რომლებიც ნაკლებად კომფორტულია სოციალურად ხო არის ესეთი სახელებიც მადლობა პოლიცია ახლა სახელების რიცხვი ესე გაფართოვდა გაიზარდა მაგრამ მაინც არის და რა უცილებელია შვილის დაერქვას ის სახელი რომელსაც არ დიდი მფარველი ძვიდან იყავს და არც ისეთი კეთილჟღერადობა აქვს თანამედროვე ქართულ ენაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვის და მათ შორის ადამიანის სახელის როგორ აღიქმება იგი ხომ გვარებზე იგივეა და ქალაქის სახელებზე და ასე შემდეგ. ამიტომ უნდა დავთმოთ რაღაც და სახელი და რა ნახეთ ეს ტრადიცია მივანიჭოთ ისე და აი რომ უახლოეს დროში ესე იგი რაღაც საოცარი მისტიკური ცოდნა რა უკვე ჯერ დღესასწაული არ შემოსულა შეიძლება ერთი თვის მერია შენი ფარველი წესახე და შენ უკვე ამ სახელს გარკვევენ და თურმე ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხო ეს არის ნდობა ეკლესიისადმი ეს არის მორწმუნება რომ ამ ტრადიციებს უაღრესად დიდი პატივი ვცეთ მე შორს ვარ იმასაგან რომ ეს გაწერილი იყოს და ადამიანს თავისუფლება არ მივცეთ მაგრამ როდესაც გვაქვს ესეთი არაჩვეულებრივი სახელები მათ შორის ჩვენი ქართული სინამდვილე გამოირჩევა იმით რომ ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული ტრადიციული ქართული სახელები ულამაზესი და უმშვენიერესი რომ თეუკან ასევე ძალიან დიდი ადამიანები დგანან და ჩვენი წინაპრები და ეს აღიარებულ წმიდანი კონკრეტული არ არის ჩვენთვის და ჩვენ ვთვლით რომ იმის გამო რომ ჩვენ არა გვაქვს და შეიძლება გქონდეს სრული ჩავნათოლე ღვთისთვის ყველა სათნო წმიდანისა ამიტომ აი ყოველთა ქართველთა წმიდათა ღირსთა დედათა და მამათა ქრისტესთვის წამებულთა რომელთაც ვიხსენიებთ 24 დეკემბერს პირობითი ჩამონათვალი შედგა ანუ ნიშნავს რომ შევინარჩუნოთ ეს სახელები აი მაგალითად ქართველს იმის გამო რომ თქვათ იქ რომელიმე წმიდათა ჩამონათვალში არ არის როგორ შეიძლება არ დავარქვათ შოთა შოთა რუსთაველიძე უფრო დიდი თუ გყავს ვინმე ანახეთ ქართული სახელი ლევანი სწორედ ქართული ვარიანტი მისი უამრავი ასეთი ისეთი ლელა უამრავი მშვენიერი სახელი არის ახლა არც კი ვიცი რომელი ერთი ჩამოვთვალო და ჩვენმა კათოლიკოს პატრიარქმა შესანიშნავი ამის მაგალითი მოგვცა როდესაც მღვდლად აკურთხა არაერთი სასულიერო პირი ეს ქართული სახელები მათ დაუტოვა ოთარი რევაზი და ასე შემდეგ უამრავი ეს სახელები რომ ქონდათ ეს იცით შევინარჩუნოთ და მნიშვნელობა მისი და აი ის უხილავი ჩვენი წინაპრები რომლებიც არ ვიცით იმათ სულებთან შეხმიანება იმიტომ რომ ადვილი არ არის ერთად სახელების ისტორიის გამოძიება აი ნახავ ჩვენ საუკუნეების მანძილზე თქვათ ჩვენ არ გვხვდებოდა სახელი ნინო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იმიტომ რომ ალბათ მე გავიგებთ ზეცაში ეს ერთგვარად გარკვეული პირობითი სახელია აი სახელდებაც ყოველთვის არ ხდებოდა თქვათ ჩვენ ზუსტად არ ვიცით სახელი უფლის კვართის მიმრქმელი ქალწულისა ვურევთ იმ მეოთხე საუკუნის წმიდანში და იცით ასე უფლის კვართის მიმრქმელი მაგრამ ამ ტრადიციამ შემდგომ თამამად ჩაგვაწერინა ცხეთას ვნებულისა დედაკაცისა დედისა კვართის მიმრქმელისა მისი სახელიც არ ვიცით ხო ეს იყო ასე ძალიან ხშირად და იმდენად მნიშვნელოვანი იყო სახელის გაცხადება არ გაცხადება რომ ამას თავისი აი ღრმა კვლევები ჭირდება ძალიან მათ შორის არა მარტო ლინგვისტური კვლევები ხო არამედ ჭირდება ძალიან ისეთი
ღრმა სემანტიკური გააზრება, რატომ, რა გვარად და მოიხსენებოდა რომ თქვით, რომ ევა ცხოვრის მომცემელს ნიშნავდა, რანაირად იყო დადეული ამ 4 ბგერაში, სავარაუდოდ ბგერაში თუმაში როგორ ჟღერდა, ხო არ ვიცით, ამხელა აზრი და ეს ჩვენთვის სახელი მერე გახდა ევა, მაგრამ მას ერქვა ცხოვრების მომცემელი. აი ეს იყო მის სახელი. და ნებისმიერ სახელში უამრავი რამ იყო ჩადებული, როგორც მე მათი შვილების და ასე გაგრძელდა ძალიან დიდ ხანს. ეს ძველ ტექსტებში ხშირად არის ეს, ვინც სიმბოლიზმს სწავლობს, მოვლენების, ვერბალურ სიმბოლოებს, გრაფიკულს და ასე. შემდეგ ისინი ხშირად ტექსტებში მივხვდით, რომ არ წერენ აი კონკრეტულ სახელს, რომელიც ჩვენ გვაქვს ახლა, ესეთი კონკრეტული არ იყო, ამიტომაც დამოკიდებულებაც სხვანაირი იყო და მე ვფიქრობდი ხოლმე, რომ აი საუკუნეების მანძილზე რატო არ ყავდა ცნობილ ადამიანთა შორის, თქვათ, ბევრი ნინო და ბევრი თამარი, ხო? ზოგიერთ სახელი, აი, მადლობ, ვახტანგ მეფე იყო, რაღაცერად გაგრძელდა დინასტიაშივე, ხო? თუნდაც მიდა მეფე ვახტანგ მესამე და ასე შემდეგ. აი, იმდენი შეკითხვები არის, იმდენად საინტერესოა ეს სამყარო, მთელი სამყაროა, სახელთა სამყარო, რომ ამ ყველაფრის აღქმისათვის ამ ქვეყანას ცხოვრება ძლიერს და ზრუნვა იმისაც, რომ ადამიანი ცხონდეს და ღვთაებრივ ცოდნას ეზიაროს. სხვათა შორის, როდესაც ადამიანს მიეცა უფლება, რომ დაერქმია ყველა მოვლენისთვის სახელი, ძალიან ხშირად მიფიქრე ამაზე. ჩვენ გვიჭირს სახელის დარქმევა მოვლენისთვის, ზოგჯერ რას ვგრძნობ, იმას ვერ ვარქმევ სახელს, რას ვფიქრობ, რა მინდა, ვინ ვარ, ბევრი დაიბნება ამ კითხვებზე, ხო? და აი ადამიანს მიეცა ეს ნიჭი და ეს შესაძლებლობა ღვთაებრივი, ესე იგი თუ შინაარსი არ ესმოდა, ხო ვერ დაარქმევდა სახელს. და იმას ვამბობ მუსიკას რატო შევადარე, რომ აი რა იყო ეს? ეს ენით გამოუთქმელი, რომ უცებ არ არსებობდა სიტყვა, თქვათ ქართულად ლაპარაკობდა, ხო? თორემ შეგვიძლია ქართული სიტყვები თქვათ, არა? და ჰაერი, როგორ ჰაერი, აი როგორ ჩვენთვის ახლა ჰაერია, მაგრამ ჯერ ჰაერი არ იყო. ჰაერში უნდა ყოფილიყო ჰაეროვანი სიტყვა ყოფილიყო რა, ხოლო ცხოველისთვის მას უნდა დაერქმია ისეთი სახელი ვეფხვი, რომელიც მერე როდესაც უკვე დაკარგავენ ისინი აი ამ მორჩილებას ადამიანის მიმართ, მერეც მისთვის გამო სადეგი იქნებდეთ, რომ არს გამოხატავს, როგორი შეიქმნა, რა არის ეს? ეს არის ყველაზე დიდი რამ, რაც ჩვენ უნდა გვინდოდეს ჩვენ სტუდენტებსაც პირველ რიგში ვეცდილობ ვასწავლო ეს, მოდით, როდესაც რაიმაზე ვიწყებთ საუბარს, პირველი გაიაზრეთ და თქვით, რა არის ეს? პირველი დეფინიცია უნდა მოხდეს. გაიგე ეს სიტყვა და ამგვარად რას გულისხმობს? სწორედ ერთ-ერთი ყველაზე კარგი კითხვაა საუბრის დროს ალბათ, რომ ადამიანს ერთ-ერთი ნობელის პრემიის ლაურეატების საუბარის ჩანაწერი იყო საუბრის ფიზიკოსების და ყველა წინადადების მერე ეკითხებოდნენ ერთმანეთს რას გულისხმობ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია კიდე სუბიექტური აღქმა და სუბიექტური დამოკიდებულება. დღეს მით უმეტეს აი ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველ სიტყვას მრავალი განმარტება აქვს, კონტექსტი როგორი არის და თითქოს ადამიანები გამოდიან რაღაც სურვილებით, ამოცინათ მოყურებდი კიდევ ერთხელ ფილმს დოქტორი ჟივაგო, რომელსაც ძალიან ისეთი საინტერესო და ნობელის პრემია მეტყობა გაგვახსენა, რისთვისაც პასტერნაკს მიანიჭეს ნობელის პრემია და იქ ესე იგი რომ გამოდია, რა კარგი სიტყვებია ამბობს ეს ესეთი მაღალი ფენის წარმომადგენლები არიან, ინტელიგენცია, არისტოკრატია, ექიმები არიან და ასე შემდეგ ქუჩაში დემონსტრაცია და ძმობა, ერთობა, თანასწორობა. წერია პლაკატზე და მაშინ უკვე ფილმი აღარ მაინტერესებს, ვამბობ, სულ მთელი ცხოვრება ასე იყო. პლაკატებზე ადამიანები აწერენ ერთს და რატომღაც მერე ამ ძმობას, თანასწორობას, ერთობას მოაქვს სისხლი, წუხარება, წრემლი, ადამიანთა ბედით თამაში.
აი ნახეთ ეს უკვე ახალი პრობლემაა, მაგრამ ამაზე მე შეიძლება ცალკე ვისაუბროთ, რომ და სიტყვა რომ კარგავს მნიშვნელობას ადამიანი ადვილად ლაპარაკობს სხვა რამეს ვიდრე ფიქრობს. და იბადება სიცრუე იბადება მაშინ, როდესაც სიტყვა მისი ჭეშმარიტი არსი ბუნდოვდება. რა თქმა უნდა, და ყველა შეუძლია თავისებური ინტერპრეტაცია გააკეთოს ამა თუ იმ სიტყვის თუ მცნების და სწორედ ეს არის მამა ხშირად მიფიქრია რომ აი ჩვენს რეალობაშიც შეიძლება ერთ ტელესივრცეში რაღაცა ქცევას ღალატი ერქვას და იგივე ქცევას მეორე სივრცეში გმირობა. ეს რა არის? ეს არის სწორედ სახელდების პრობლემა, ეს არის სწორედ ღირებულებათა სისტემის, კოორდინატთა სისტემის პრობლემა. ხო, და რეალურად ყველა მართალია ბჭყალებში, იმიტომ რომ ის ესე ხედავს და ის ასე ხედავს და ამ დროს თუ გამოვიდა ესე რომ ყველას თავის სიმართლე აქვს, მართლა დევალვაცია, გაუფასურება ხდება იგივე გმირობის, იგივე რა არის ღალატი. იმიტომ რომ ყველა მიცოდა რომ მოვლენების შეფასება სჭირდება დრო. აი ამ ჩვენმა ინფორმაციულმა ნაკადმა ლავა მოდის, ეს ნაკადი აღარ არის, ხო? ვულკანური ლავასა ვით არის და იმას ისე უნდა ჩქარაშთან თქოს ყველაფერი, რაც კი არის, რომ ავიწყდება, რომ არის მოვლენები, რომელზეც დღეს უბრალოდ არ შეიძლება ისაუბრო. არის და აბა განათლება რა არის? თუ ჩვენ არც ფილოსოფიის ისტორია ვიცით, არც ლოგიკა გვისწავლია და არც ყველაფერი, რაც ადამიანს განათლებას აძლევს, მაშინ არის, რომ ჩვენ გვგონია, რომ რასაც მკითხავენ, დღეს პასუხი უნდა გქონდეს, არა, გაივლის 50 წელიწადი და რაიმე მეწოდინება. მერე გაივლის 100 წელიწადი და ჩვენი შვილები იტყვიან, რადგან ნაყოფით შეიცნობა ხე. და ეხლა ნერგებს ყიდიან, ეხლა გაზაფხული მოდის და მუდმივად არის პრობლემა ხოლმე. სხვა არ მინდა ამას რაიმე ვუწოდო. ყველა მკითხაობს და მარჩიელობს. ეს ქლიავია თუ ეს ტყემარი და აღმოჩნდება სახლში წაიღებ სხვადასხვა ხუთნერს და ყველა თქვა ტყემალი აღმოჩნდება, ყველა ვაშლი აღმოჩნდება, ნუ ნაკლებად სასურველი ჯიშის ისიც. იმიტომ რომ ნაყოფამდე ვერ გაიგება ამას, ფოთოლი მაინც უნდა გამოიყოს. ჩვენ კი ენერგიის გამოცნობა გვინდა ტოტის დონეზე. აი პაცია რო არის, სუპაცია ენერგია, რასაც ქვია, ხო, აი რომ ამოდის და თუ მას არ აქვს დამახასიათებელი ნიშნები, ვერ იტყვი ამას. მაგრამ რატო ეს არ არის მარტო ბოტანიკოსის ასე თქვა მოვალეობა. შენც უნდა ერკვეოდი ადამიანი რაიმეში, ამიტომ ყველას ურჩიოთ, რომ ბრძენი ხშირად დუმან და დუმილი ოქროა. არ არის საჭირო დღეს ვინმეს დავანახო რა ჭკვიანი ვარ, როგორ აბდექი ყველაზე ადრე დავინახე რომ ზია მოვიდა და დღეს გადასარევი ამინდი იქნება და მე უცებ დღის 11 საათზე დაუბერავ ცივიქარი. წამოვაწვიმა და შეიძლება სეტყვაც მოყვეს იმას. იმიტომ რომ ზის ამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ დღეს კარგი ამინდი იქნება. მარტივი გონება ხებულობს ადვილად გადაწყვეტილებას და ჭვრეტის გარეშე. აი ეხლა მაგალითად სულ სხვაგვარად თქვი რომ აი როგორ მოეწყნენ ქართველები, ხო? ბავშვებს ისეთ უცნაურ სახელებს არ ხმევენ? აი თითქოს რაღაც გამოიღეს და ახლა აი სახელების არჩევნის მეტი რა გვაქვს და მანდ ამაიც ბავშვს რატომ უნდა დარქვა ორმაგის სახელი ლუიზა მარია? ნუ მაგას კიდე რა უჭირს სტადიონა, კულტურა, ფიზიკა და მსგავსი. ხო, მაგრამ დღეს ახლა მათ ჟღერადობა იცულებით იყო, აი მე რომ მაგალითები მოვიყვანე, ხო? არაჩვეულებრივი თქვა ერქვა ადამიანს, არაჩვეულებრივი კარდა აი დემეტრე ერქვა და იმის გამო რომ თქვა ხელისუფლება მოვიდა, რომელიმე მათგანის სახელი რაღაც დაერქმიათ იმისათი. მერე რუსული სახელები შემოვიდა მოდაში, არა მარტო მოხდა იძულებით ეკლესიის გარუსებასთან ერთად ქართული სახელების უგულებელყოფა, არამედ ქართველებად მოიწონეს ის და მე ამას
ვეუბნებოდი თუ გავს მეგონი მქადაგებაში თქვი რომ ქართველმა ტატიანა გაიგივა თინათინთან სულ მიკვირდა ერის კაცობაში ცხადია ისეთი წმინდანია ტატიანა რომაელი წმინდანი მისი ცხოვრება რაც ცნობილი არის ხომ აი ესეთი უმანკო შეწირული არსება ქრისტესის საძლო ქრისტესი მაგრამ ისეთ აი როგორი ზერელია აზროვნება რომ ტატიანა და დინა ერთად აურიო შავ ქართველი ხარ და დაარსო დღესასწაული თინათინობის და აი ჩვენ ასე აღნიშნავთ რაც ქვია აღნიშნავთ ის საფუძველი არ გვაინტერესებს ეს ცხადია აზროვნების პრობლემა და გაგონებაც არ უნდა ადამიანებს ამის მივთხოვს არა ჩვენ ასეთი ტრადიცია გვაქვსო და კი ბატონო მაგრამ მე მაინც მირჩევნია ეს ტრადიციები რომლებიც საუკუნეებით არის ჩემს ერში გამოწრთობილი სტუმართ მოყვარეობის თამადობით და ქრისტესათვის ცხოვრების შეწირვით გამსჭვალული უღრმესი მადლობა მამაო ჩვენი დრო მთლიანად ამოიწურა ფერგელებით ძალიან პატივს გცემ ძალიან მეძვირფასებით და ადამიანო და დიდი მადლობა დღევანდელი დღისათვის ჩვენთან ხშირი სტუმარი იყოთ აი ვისაუბროთ იგივე ბიოეთიკაზე იგივე ჩაცმულობაზე დაბადების დღეებზე აი რიტუალებზე რიტუალის მნიშვნელობაზე რაც ჩვენ დღეს ერთი რამე ვთქვათ კიდევ რომ ანგელოზის დღე ვახსენოთ დაბადების დღე გავახსენოთ ბოდიში რომ გაგაცხვეთინე რომ ჩვენი წმინდანის ხსენების დღე როდესაც არის ეს არის ჩვენი ანგელოზის დღე აი ზოგიერთ გონი ანგელოზის დღე სხვა არის ანუ გიორგობა ვახტანგობა არის მაგრამ ზოგიერთ სხვა დღესასწაულზე კიდე ცალკე შეიძლება საუბარი და ელენეობა სულ არის არაჩვეულებრივი დღესასწაულები და ანგელოზების აღნიშვნა არის უმნიშვნელოვანესი დაბადების დღის აღნიშვნასთან ერთად და ღმერთმა დღეგრძელობა მოგცეთ და ბევრი დაბადებისა და ანგელოზის დღეები აღგანიშნოთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ამენ მადლობა მამაო უღრმესი და მე კი შეგახსენებთ რომ დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო არქიმანდრიტი ადამ ახალაძე კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე